ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამინდელი ადმინისტრაციის უფლებამოსილების ამოწურვამდე ქართულ ოცნებას დამატებით სანქციებს დაუწესებს. როგორც მილერმა თქვა, თვალსაჩინო იყო როგორ გაამკაცრეს პასუხი ქართული ოცნების მთავრობის მიმართ და მათ შორის მისივე თქმით დამატებითი სანქციებიც იგულისხმება. People often think of sanctions as the only tool in our toolbox, and sanctions are one of the tools available to us to ადამიანებს ხშირად გონიათ, რომ სანქციები არის ერთადერთი ხელსაწყო ჩვენი ხელსაწყოების ყუთში. სანქციები ერთ-ერთი საშუალებაა. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, თუ დააკვირდებით ჩვენ მიერ გადადგმულ ქმედებებს, ჩვენ საკმაოდ მკაფიოები ვიყავით საქართველოს დემოკრატიული უკუსლის თვალსაზრისით, რომელსაც ვხედავთ ქვეყანაში. გამოცხადდა ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამის ფარგლებში ჩვენ უკვე შევზღუდეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება 95 მილიონი დოლარით, რადგან სერიოზული შეშფოთება გვაქვს მათ ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ დავაწესეთ ავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახოში და შევაჩერეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი, ასე რომ საპასუხოდ ერთგვარ კითხვაზე თუ რას დასჭირდა ამდენი დრო, არ არის ის, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს, რათა ნათლად გამოგვეხადა ჩვენი შეშფოთება და მართლაც ეს მნიშვნელოვანია. მივცეთ საქართველოს მთავრობას კურსის შებრუნების შანსი. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყო ალტერნატიული გზა, რომლისკენაც მათ ხალხი მოუწოდებს და დროდადრო როცა არჩევანის წინაშე დგებოდნენ, ამ გზას არ ირჩევდნენ. ასე რომ თქვენ ნახეთ, რომ გავამკაცრეთ ჩვენი პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის გამკაცრებას, მათ შორის დამატებითი სანქციებით. მე წინასწარ არ ვიტყვი რა ხასიათის სანქციები იქნება, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დიახ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობას. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვას, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ასე უპასუხა. თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი?